ვინ მინდა გამოვიდე? ეს კითხვა ბევრ მოსწავლეს აწუხებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი სკოლას ამთავრებენ. ისეც ხდება, რომ ახალგაზრდა ერთ სპეციალობაზე აბარებს, თუმცა სწავლის პროცესში ხდება, რომ სხვა საქმის კეთება ურჩევნია. იმისთვის, რომ პროფესიული არჩევანი გაუმარტივდეს, New Vision უნივერსიტეტი უკვე მეოთხე წელია სასკოლო ოლიმპიადას ატარებს. მასში მონაწილეობა და ცოდნის გამოვლენა დამამთავრებელი კლასების ყველა მოსწავლეს შეუძლია. წელსაც ძალიან ბევრმა მოსწავლემ მიიღო ეს გამოწვევა და უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების მიხედვით სცადა ბედი. ეს მიმართულებებია სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ესეების კონკურსი ინგლისურ ენაზე, სამოქალაქო განათლება და სამართლებრივი საფუძვლები, ბიზნესი და სამეწარმეო საფუძვლები, ასევე მედია მიმართულება. ჩვენ უკვე რამდენიმე წელიწადია ვატარებთ სასკოლო ოლიმპიადის. ლევანდ წელს ამ ოლიმპიადის ფორმატი კიდევ ოდნავ უფრო შეიცვალა და ჩვენ თუ წელიწადში ერთხელ ვატარებდით ამ კონკურსს. ლევანდ წელს უკვე გადავწყვიტეთ, რომ სამჯერ ჩავატაროთ, იმიტომ რომ ნაკადი საკმაოდ დიდი არის, საკმაოდ ბევრ აბიტურიენტს უნდა მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ ჩვენ საბოლოო ეტაპზე უკვე რამდენიმე ათეულ გამარჯვებულს თავაზობთ საზაფხულოს, ზამთრის ან გაზაფხულის სკოლაში წასვლას, სადაც ჩვენ უკვე უშუალოდ ვატრეინინგებთ, ვასწავლით, რას ნიშნავს ერთი პროფესია, მეორე პროფესია, უფრო მეტ ცოდნას ვაძლევთ, იმისთვის რომ უკეთესი გარკვეულება მიიღოს აბიტურიენტმა, სად ჩააბაროს, სარურჩევნიასაო და რა არის მისი სამომავლო პროფესია. ნაკადი ყოველ წელს გვეცვლება და ეს ნაკადი არის მზარდი. მარიამ გორგაძე და მარიამ გიორგაშვილი წლევანდელი სასკოლო ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე ერთობლივი პრეზენტაციით გავიდნენ. გავაკეთეთ პრეზენტაცია ფინანსურ ბაზარზე, რას მოიცავს, რა არის ფულადი ბაზარი, კაპიტალის ბაზარი, ჩემ მეწყვილესთან ერთად, მარიამთან ერთად მუშაობდით დაახლოებით ერთი კვირა ვემზადებოდით, აი მაგალითად ყოველ ღამე რეპეტიციას გავდიოდით პრეზენტაციისთვის, იმიტომ რომ ვაღიარებ ძალიან ნერვიულობდით და რა ვიცი, მგონი ყველაფერი კარგად გამოვიდა. სკოლაში საგაკვეთილო პროცესის დროს ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა ახსენა და დავინტერესდი ამ პროექტით და გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, თავიდან იყო რამდენიმე არჩევანი, რაშიც უნდა გამეკეთებინა საბოლოო გადაწყვეტილება და ბიზნესის მიმართულებით იმიტომ წამოვედი, რომ ინტერესი მქონდა ეკონომიკისადმი. სასკოლო ოლიმპიადაზე მოსწავლეებს ინფორმაციის მიღება და ცოდნის გაღრმავება სამოქალაქო განათლების კუთხითაც შეუძლიათ. ამ მიმართულებას სოფიო ჩაჩავა, New Vision უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ხელმძღვანელი მართავს. სამოქალაქო განათლების მიმართულებით ძირითადად ჩვენ სამართლის მიმართულებებს ვაცნობთ სტუდენტებს, მათ შორის დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებზე გვაქვს საუბარი. შესაბამისად ჩვენი ოლიმპიადა სხვადასხვა ტურებისგან შედგება და ჩვენი ტურები არის ძალიან სახალისო, ინტერაქციული და იმავდროულად ბევრს სწავლობთ ერთმანეთისგან. აი ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია, რამდენი რამ იციან სკოლის მოსწავლეებმა უკვე თავიანთი უფლებების შესახებ, სამართლის სხვადასხვა დარგების შესახებ. ოლიმპიადის გამოცდილებაში ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი ის არის სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ქალაქებიდან, სოფლებიდან, სხვადასხვა კუთხიდან, როგორი მომზადებულები არიან, როგორი მოტივირებულები და მონდომებულები არიან, როგორ სრული რაღაცა ინტერესით და ცოდნით და კომპეტენციით არიან ჩართულები. დიდი ინტერესით ჩაერთო სასკოლო ოლიმპიადაში ავთანდილ ბეგაშვილი. მან ოლიმპიადაში მონაწილეობა სამოქალაქო განათლებისა და სამართლებრივი საფუძვლების მიმართულებით მიიღო. ამბობს, რომ არ ელოდა, რომ ფინალში გასვლას შეძლებდა. არ მქონდა გადაწყვეტილი პროექტებში მიღება ეროვნულებისთვის ვიყავი მოსამზადებელი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ სამოქალაქოს განხრით ჩავთვლილიყავ. სამართალზე მივიდა ჩაბარება და ვფიქრობდი, რომ კარიერული წინსვლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა და არ უნდა სამოქალაქო განათლებაში რაც მქონდა ნასწავლი, ამ პროექტმა უფრო გამამყარებინა, ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი, ჩემი კომუნიკაციის უნარებიც უფრო უკეთესობისკენ შეიცვალა. მოსწავლეები ამბობენ, რომ სასკოლო ოლიმპიადის მეშვეობით ბევრი ახალი ნაცნობობა შეიძინეს. კომუნიკაციისა თუ წერითი უნარები დახვეწეს. მათი თქმით, ეს ყველაფერი ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო მათი სამომავლო განვითარებისთვის.
ოლიმპიადის შესახებ გავიგე სოციმედიის საშუალებით. აქამდეც მსმენოდა New Vision უნივერსიტეტის შესახებ და როცა გავიგე რომ ასეთი კარგი შესაძლებლობა იყო მოსწავლეებისთვის, რა თქმა უნდა, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი. კონკურსი დაყოფილია 3 ეტაპად. პირველ ტურში მოგვიწია რომ ინგლისურ ენაზე დაგვეწერა ესეები, მეორე ტურში მოგვეწია რომ ჩვენ მიერ დაწერილი ესეები წარგვედგინა ასევე ინგლისურ ენაზე, ხოლო მესამე ტურში უშუალოდ ფინალში გადასული მონაწილეები ერთმანეთს ედებატებიან. ეს კონკურსი საკმაოდ სარგებლიანი იყო ჩემთვის, რადგან იგი გვიღრმავებს ცოდნას ინგლისური ენის შესახებ, ესეებისა და დებატების შესახებ. დაინტერესებული ვარ საერთაშორისო ურთიერთობებითა და სამართლით, შესაბამისად ეს ოლიმპიადა ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო ჩემი ინტერესებისთვის ცოდნის ამაღლებისთვის და ამიტომ გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობა. გარდა ამისა, ეს კონკურსი ძალიან კარგია კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის და ვისაც სურს მომავალში საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლა, თუნდაც სამართალი და აინტერესებს გლობალური პრობლემები და საკითხები, ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათთვის, რომ განვითარდნენ. მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ოლიმპიადით დაინტერესებულ ახალგაზრდებს წერისა და დისკუსიის უნარჩვევები გამოუმუშავდეთო, ამბობს New Vision უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორი გვანცა დავითაშვილი. ძალიან დიდი დაინტერესება იყო წელს დებატების და ესეების მიმართულებით, მონაწილეობის კუთხით და ყველა ტურში გადასვლასთან ერთად ჩვენ ვხედავთ ცოდნის გაღრმავებას ამ ახალგაზრდებში, რაც ძალიან სასიხარულოა, რა თქმა უნდა. ამ სწავლების პროცესში არაერთი პროფესორია ჩართული პოლიტიკის და დიპლომატიის სკოლის და სხვადასხვა თემატური მიმართულებით მიმდინარეობს სწავლება. ევროინტეგრაციის თემები გვაქვს, დიპლომატიის თემა გვაქვს, უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხები გვაქვს, უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული თემები გვაქვს და რაც მთავარია, უნარების გამომუშავება, რომ ყველა მიმართულებით შეძლონ დებატების წარმართვა და ასევე წერილობით ესეს დაწერა. New Vision სასკოლო ოლიმპიადა 2025-ის ფინალური ეტაპი დასრულდა. გამარჯვებულ მოსწავლეებს მალე თავგადასავლებით სავსე საგაზაფხულო სკოლა ელოდებათ. ისინი კი, ვისაც ჯერ არ მიუღია მონაწილეობა ამ საინტერესო ასპარეზობაში, ახალი სასკოლო ოლიმპიადა ელოდება.